იცი რა მწერს. რედაქტორი ქალბატონიანა აქ. ეს წიგნი იწყება უპირველეს ყოვლისა ამ ჩვენს ამბავზე, ამ ჩვენს რიცხვზე რამდენი ასოღვა და ასე შემდეგ. ეკამათება ხვედელიძეს. შოთა ხვედელიძეს. მე რატომ გას ნოდარ ხვედელიძეს ეკამათება. მე ეს ისე ჩამჩა თავში, როდესაც მე ბატონი რამაზეს ასოთავრული წავიკითხე და რაღაცები, რატომაც მეგონა უკანასკნელ მომენტამდე რომ ეკამათება აქვე რამას პატარაძეს. იგი დაძლიერდა. ხო, მაცადებ, მაგას გეულები მაგის თმაბინა. და დათო, როდესაც ალეკოს მივეცი ეს წიგნი რომ სერვასი გაეკეთებია ყოლოდა და დათოსაც, დათომ რომ წაიკითხა, დამახსენდა ის რეკომენდაც, როდესაც ყვებოდა რომ თუცაც ეკატერინე ჭავჭავაძე, გილია ჭავჭავაძე, გადასცა ბარათაშვილის სიტყვები, ვიღაც წერდა შემდგომში რომ ორი კვირა გადიოდა გაუგნებული, რა სულ ბარათაშვილს იზრდებოდა. და დათოც რომ მოვიდა გაუგნებული მეუბნება, ესო არა ამ ქვეყნიურიაო. ეს ხალი ამაზე კი არ ლაპარაკობს, კლდეს კი არ მიადგავ ამაზე ვიტო ან ნასავი და ეს იქეთ რა ხდება ვიქუდის იქეთ იმაზე ლაპარაკობს და მე ამ დათოს თემი ორი კვირა უმტკიცებდი რომ ეკამათება რამას ეს ხვედელიძე ესე იგი მეშლებოდა რამასით რომ მინდოდა რომ მართლაც ესეთი ესენი აი ასეთი ადამიანები ქმნიან ყველაფერს. ეხლა ალეკოს დაძდევენ, ვინა ეს ვიღაცა კიბერნეტიკოსი, ვინა ეს ვიღაცა ინფორმატიკოსი, რაებს აკეთებს რა. ეს ვინა ეს ანა ვიღაცა გორიდან მოვიდა ჩემო ბატონო და რაებს ამბობს ახლა ინგლისის გადატრიალება უნდა იქ და რაღაცეები. რამაზე რასაც დიახ, თქვენ ახლა ჰუმანოიდები. თქვენ ახლა ორდინალური და ნორმალურები არაფერს ვერ აკეთებენ, დეგენერატები. ორდინალს როუს რა სხლით დახუნძლულ ხელზე რო დააჭირო და უთხარო არ შეჭამო ისო და ფშიერი გდებოდეს არ შეჭამ და ჩამოვარდება მოვხდები თქვენაირები იმასაც შეჭამენ ახალ შექმნიან და ამიტომ ხართ მაგრები ამიტომ ვარ გამართებას არ აქვს მეცნიერებას რა არის ნორმალური და არა ნორმალური არის რამაზე ასეთი მაგარი მიტო ვართ ასეთი მაგრები ჩემი აფანდილი მისი სიმშვიდით, მისი თავდაბლობით შექმნა ჩემო ბატონო ის საოცარი გარემო მისირვილი და მის დამი პატივისცემა. როდესაც რამე ჩამოვარდება, ყველანი ავთანდილმა რა თქვა, ასია ეს. რა თქვა ოთარ ჟორდანია, ეს თქვა. აი ეს არის ყველაზე მთავარი და ამისათვის თქვენ ყველას დიდი მადლობა სამწუხაროდ ეს აღიარებები ვიან მოდის. ეხლა რევას კვერეცხელიძე იყო ჩემს სანახავად მოსული, სულაც ვიყავი ძალიან ყველაზე უნდა რომ ვუხდებოდი. და მომიტანა რაღაც წიგნები. ეს წერილთა კავშირის ბიბლიოთეკის დირექტორი. საოცარი კაცი. ხო და იქ იყო წავეკითხე საოცარი დოკუმენტი. პავლე ინგოროპა 4-მა ქართველმა აკადემიკოსმა წარადგინა მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. 4-მა ცნობილმა მწერალმა. და უცებ ათხდა აინაირი ამბავი ჩემ წერს განსაკუთრებით აფხაზეთში, განსაკუთრებით კგბ-ში, განსაკუთრებით მოსკოვში და ნუ დაიქცა ქვეყანა. რა ქნა ახლა კაცო? იმ განყოფილებაში, რომელსაც ახლა ავტადილი ხელმძღვანელობდა, სულ ცოტა ხნის წინა და მთავარი სწავლული მდივანი იყო ჩვენი დიდი აკადემიის. იმ განყოფილების 4-ვე წევრმა წარადგინა პავლე. რა უნდა იქნება? ამიტომ სამსაკე დაიბარეს უყოლა კგბ-ში. და დაუდენ ჩემო ბატონო წინ. ნუ ასეთი რამე დაწერა მერჩულეზე და ასეთი რამე დაწერა აფხაზეთზე და ასეთი და უნდა დაწეროთ რამე. იმ 4-დან ერთმა არ შეცვალა თავისი პოზიცია. ეს იყო ერთი პატარა ტრაბახა, მაგრამ გენიალური კაცი კონსტანტინე განსაკუთრებით. არ შეცვალა. არაჩვენება ყველამ შეცვალა. არ ვიცნობდიო მის შრომასო, რა ქვევასო. ვერჩულეზე და არ ვიცოდითო ესო და ამიტომო ხა თავს ვიკავ. არაფერი არ დააკვირდა, ამით მე თუ გითხავთ პავლე ინგოროპას. პავლე ინგოროპაზე ლეგენდები დადის. სტატისტიკურ სამართლოში თურმე მივიდოდა და კითხულობდა
რამდენიო ერთხელ არ შეუშურეს თურმე და მე რაღაცას ვთქვი, რომ პატარა კაცია მოსული და ამას კითხულობს და ჩამოვარდა პამია იგოროყვა და გექსეს ოჯახი რა შვები. ასე იქნება ეს. ლუკა მეკითხებოდა ბათუმში შარშა. გავა რომ მართლაო ბაბუასო, კი გავხარ ლუკა. ევხარ მე ვთხარი და შენაირი იყო. მე ვთხარი ზუსტად რომ კითხულობ ეხლა. როცა შენზე პატარა ვიყავ, როცა პირისპირ წავიკითხე ქუთათელის და იქ ბევრი რამეა, ბაბუაშენ შენ დაინახავ. თულა წაიკითხო შენ. ამიტომ რამოს პატარიძე ამ თვალსაზ ბედნიერი კაცი. არაორდინარული კაცი. ჰუმანოიდი ხარ, შენ. იმ გალაქტიურმა ის შეცვალა საკუთი და გალაქტიკიდან ახლა. და მითო იცი ამდენი და მითო შექმნიეს და მითო დაგვიტოვე. და გვიტოვებ ისეთ რამეს, რომელიც ყველა კარებს გაგვიხდის ჩვენ და გაგვაგებინებს. დიდ ზებზელობა და ტრიძელობა